ვალდებული ვართ დაუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს მის ქართველ აგენტურას საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გააკეთა. ირაკლი კობახიძის განმარტებით დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატის საშუალებას აძლევს საზოგადოებას მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის აზრიც უფრო მართებულად მიაჩნია. პრემიერის თქმით, არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად იარაღის ნაცვლად ეგრეთ წოდებულ რბილ მეთოდს ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ. ამ მიზანს კი ჯანსაღი დებატები, ვითარების საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ასევე როგორც ირაკლი კობახიძე წერს, ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი. სამწუხაროდ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატებისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. თუმცა იმ განსხვავებით, რომ Deep State-ის აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა. ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა, როდესაც მისი პატრონები მიხვდნენ, რომ კამათის დროს საზოგადოებას მარტივად შეეძლო ტყუილისგან სიმართლის გარჩევა. მათ მედიაში იქამდე ამ სფეროსთვის სრულიად უცხო სხეული, გვარამია შეიყვანეს და კონკრეტული დავალებაც მისცეს. მოეხდინა სრული რადიკალიზაცია. გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა. მან მედია სტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია. საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედია გარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც საბოლოოდ შეურაცხყოფით სრულდება. თავის მხრივ ამ მოცემულობამ საზოგადოება გახლიჩა და წაართვა მას დემოკრატიის მთავარი პრინციპით სარგებლობის უფლება. მოისმინოს განსხვავებული პოზიციები და არჩევანი საკუთარი შეხედულების შესაბამისად გააკეთოს. დღეს ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ სრულიად მარგინალიზებულ პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო მეორე მხრივ მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს. და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც, ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ. ვალდებული ვართ ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის ქართველ აგენტურას საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანის სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორ აფასებენ პოლიტიკური ძალები პრემიერის ინიციატივას? ჯერჯერობით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. უმრავლესობა კი ირაკლი კობახიძეს ინიციატივას უწონებს და დროულს უწოდებს. მართლაც სწორად არის ამ წერილში შენიშნული სწორედ ის მძიმე ისტორია, რაც მედია სივრცეში განხორციელდა, როდესაც ჩვენ უყურებდით, რომ პირდაპირი ბულინგი, შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვებით, ასე ვთქვათ, პოზიციის გამოხატვა ან ადამიანებზე ამ პოლიტიკურ გარკვეულ პოზიციაზე თავდასხმა ფაქტობრივად ასე ვთქვათ მედია სტანდარტად იქნა დამკვიდრებული და ამაში რა თქმა უნდა ნიკა გვარამია იყო ფლაგმანი აი ამ ასე ვთქვათ მედიის ამ მანკიერი განვითარებისა. რა თქმა უნდა დებატები ეს არის მნიშვნელოვანი რამ პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაინდა-მაინც რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ თემას უნდა უკავშირდებოდეს. დებატები, როგორც იგივე პრემიერმა აღნიშნა, დაწყებული სოციალური პრობლემატიკიდან დამთავრებული რაღაც განათლების საკითხებით უგნებავთ, ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი არის. უნდა დაბრუნდეს, რა თქმა უნდა, დებატები, მაგრამ აქ ალბათ საჭირო არის, რომ
მედია სტანდარტის არსებობდეს ამისთვის და თვითონ მხარეები, ვინც ამ დებატებში შევლენ, მათაც გააჩნდეთ ამ სტანდარტის შესაბამისი დამოკიდებულება დებატებთან დაკავშირებით. Მნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში მედია სივრცეში დებატების დაბრუნება, დებატები, რომლის ჭრილშიც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი და ცალსახად გასაგები იქნება თუ რასთან აქვს ქვეყანას საქმე, რომელი მხარეა მართალი და პირიქით. ამ მოცემულობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დაიძლიოს ეს პრობლემა, რომელიც თავის დროზე სწორედ Deep State-ის ჩარევით მოხდა და მედია სივრციდან პრაქტიკულად არის მცდელობა რომ გააქრონ დებატები შესაბამისად პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეხება სწორედ ამ მოცემულობას რომ დაბრუნდეს აზრთა გაცვლა საზოგადოების თვალწინ და მათთვის იყოს ცალსახად ნათელი ის რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკური პარტია რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას თუ რა პლატფორმაზე დგას და სინამდვილე რეალურად სად არის.